მოგესალმებით ჩემო თბილო მეგობრებო, როგორ ახართ ჩემო კარგებო? დღეს ახალი ვლოგი დაიწყო, იმით რომ მოვამზადეთ ცივი ყავა. უგემრიელესი გამომივიდა. აქ გაჩვენებთ თუ რა ჩავიცვი. ეს დედიკომ რომ მაჩუქა ის ზედა არის, ისე გამოიყურება. შემდეგ შევედი აბანოში, მოვწესრიგდი, კბილები გავიხეხე, სახე დავიბანე და ესე ვთქვათ, კრემი მაქვს ხშირად რო ვისმებ, ის კრემი წავისი. რომიანა, ესე ვთქვათ, ცოტა ლამაზად გავიკეთე, რომ სახის ფერი მქონოდა. ფანქარი წავისვი და უკვე მზად ვიყავი ჩემი საქმეების გასაკეთებლად. ყველას უდიდესი მადლობა მინდა გითხრათ, ვინც იაქტიურეთ წინა ვლოგებზე, დამილაიქეთ, დამიკომენტარეთ და გამოიწერეთ ჩემი არხი. უდიდესი მადლობა ყველას თითოეულთაგანს გიხდით ჩემო თბილებო. ეს არის ესეთი ვლოგი, ყოველდღიურობასავით გადავიღე თუ რას ვაკეთებ. საღამოთი, ესე ვთქვათ, ჭურჭელი გარიცხილი გავრეცხე, მაგრამ იმდენად დაღლილი ვიყავი, აღარ გამომიღია ყველა და ესე ხიად დავტოვე, რომ გამშრალი იყო. შემდეგ ეხლა კოვზებს, ჩანგლებს და დანებს ცალ-ცალკე ვაწყობ. რათა ჩემთვის მეტი ადვილი იყოს. ყველა არ ვიცი, ახალი გამომწერები მყავხართ და ახალი გადასულები ვართ ჩვენ სახლში. ჯერ დროც არა გვაქვს, რომ რაღაცეები ვიყიდოთ. რა თქმა უნდა, მინდა უჯრებში ჩასაწყობი, ესე ვთქვათ, დანები და კოვზები ლამაზად შევაწყო, ისეთი რაღაც მინდა ვიყიდო, მაგრამ ჯერ ვერ მივედი იქამდე, რომ წასულიყავი და მეყიდა. აქ ეხლა ჩანგლები და დანები ლამაზად დავაწყო, ეხლა ჭიქები ლამაზად ვაწყობ. ქვემოთ ცოტა სისველი დაჰყვებოდა და მე არ მიყვარს, რომ სველი არის, ესე ვთქვათ, პარადაში რამე და ამიტომ ესე ვთქვათ, ცალფეთკით წმინდავდი თუ სადმე იყო რამე სველი. თმები დიდი ხანი არ შემიღებია, იმიტომ რომ დაახლოებით 2 საათნახევარი ჭირდება. როგორც გითხარით წინა ვლოგებში, რომ ჩემი მეუღლე 6 საათზე მოდის სახლში, მე 6-ის მერე ვმუშაობ, შაბათ-კვირასაც ისე მოხდა, რომ ვერ მოვახერხეთ, ეს გადაბარგება, ბევრი საქმეები, ამიტომ ძალიან დიდი ხანი ვერ მოვახერხე თმების შემეღება. რა თქმა უნდა, წაღარები მაქვს უკვე 24 წლიდან. ამიტომ ვისაც გააქვთ ბუნებრივი თმა, ყველაზე ბედნიერები ხართ. არ გიწევთ თმების შეხება, არ გიწევთ სალონებში ყოველთვე დასიარული და მოკლედ ესეთი ამბები. ხო, მე ბუნებრივი თმა ძალიან ლამაზი თმა მქონდა, მაგრამ რას ვიზამთ 24 წლიდან ჭაღარებმა შემომიტიეს. აქ ამ დღეს მოვამზადე ჭადები, როგორ ვამზადებ მე ჭადებს, ჭადის ქვილით, მარილი და ზეთს ვამატებ ცოტათი. შემდეგ ესე ვთქვათ, ცხელი წყლით, კარგად ვურევ ერთმანეთზე და კარგად რო ესენი შეერთდებიან ერთმანეთს ეს ცომი, ანუ როგორც არის ხოლმე, შემდეგ უკვე ვიწყებ ჭადების შეწვას. ჭადებისთვის ცოტა მეტი ზეთი დავასხი და შემდეგ უკვე დავიწყე, ესე წყალიც დავდერო, წყალში ესე ჩავასველო ხელები, იმიტომ რომ მე მეწევება ხელზე, ესე ჭადის ქვილი, იმიტომ ესე რო არ ყოფილიყო, ესეთნაირად ვაკეთებ. აბა თქვენ როგორ აკეთებთ ჭადებს? თქვენი რეცეპტები გამიზიარეთ და მეც წავიკითხავ, რა თქმა უნდა. უგემრიელესი გამოვიდა. ზოგი დროჟითაც აკეთებს. მე ერთხელ მაგ აკეთებული ძალიან დიდი გაფუებული იყო ხოლმე, გემრიელია სხვათა შორის, მაგრამ ეხლა დროჟით არ გამიკეთებია. აი ესე ლამაზად ჩავაწყე.
აქ უკვე ვატრიალებ ჭადებს და შემდეგ უკვე წავედი მაცივარში ყველი გამომეღო, რომ მომემზადებინა წინასწარ და პომიდორიც წამოვიღეთ. პომიდორიც დავჭერი ბავშვებისთვის, ესე გემრიელად მიირთვეს და უყვართ ძალიან პომიდორი, ყველი, პური, სალათი ზოგადად და ეხლა ჭადი ყველი იყო და ესეც უყვართ ძალიან. ეს ყველი ვიყიდე ბონის ბაზარში, ძალიან კმაყოფილი ვარ, ხორცეულობაც ვიყიდეთ, ძალიან კარგი არის. ერთადერთი თევზების ბაზარში რო ვიყავით, წასულები თევზი ვიყიდეთ დაახლოებით 100 ლარის და რო გაწმინდეს და ყველაფერი, აი სუფთად იყო 60 ლარის და დანარჩენი, ესე ვთქვათ, რაც თევზის შიგი იყო, აი იმის თანხა გადაგვიხდია, თქო ვიძახი. ასე რომ არ ვიცი შემდეგში გვიღირთ თუ არა ესეთი თევზის ყიდვა. აქ უკვე ყოლს ვჭრი, ვამზადებ და პომიდორიც მოვიტანე, გავრეცხე და მოვამზადე, დავჭერი. ჩემი ჯგუფელები რომ ყავდა სტუმრად, ძალიან გახარებული ვიყავი, ძალიან კარგი დრო გავატარეთ. დაახლოებით არ ვიცი 4 საათი იყვნენ თუ რამდენი არ ვიცი, მაგრამ ძალიან კარგი დრო გავატარეთ. ძალიან ბევრი ვილაპარაკეთ და გავიხსენეთ ჩვენი დროები. ესე გავაცილეთ ერთმანეთს. შემდეგ აქ უკვე მოსაღამოვდა და მეორე ყავა მოვიდუღე. ამ დღეს ვისვენებდი. ეხა ხმოვანს როდესაც წერ, ეხა დღეს არ ვისვენებ, მაგრამ მაგ დღეს ვისვენებდი და ეს გემრიელ ნამცხვართან ერთად დავაყოლე ჩემი ყავა, ძალიან გემრიელი იყო სხვათა შორის. და შემდეგ ბავშვებთან ერთად გავედით სასეირნოდ. ესეთ ლამაზ ყვავილებს გაჩვენებთ. ბავშვებმა ესე ვთქვათ ითამაშეს, სრიალობდნენ ერთად. იცინოდნენ და ძალიან კარგი დრო გავატარეთ. შემდეგ მოვედით სახლში. ცეკვავდა ქსაფია და ცოტა კადრი ჩაგისვით. უყვარს ყველა მუსიკაზე ცეკვავს. და ბოლოს უკვე ტასაცმელები შევყარე სარიცხის მანქანაში, რათა გამერეცხა. ბავშვების ჩავყარე, დავახალისხე, გადმოვატრიალე. ყველაფერი, ფერადი ტასაცმელები ჩავყარე ჯერ. და მე ვახარიცხებ ხოლმე ფერადი ცალკე, თეთრები ცალკე, შავები ცალკე და კიდე არის ხოლმე რაღაც ფერები, რომელიც ცალკე ვრეცხავ. ესე შევყარე ყველა ერთად და გავრეცხე. თქვენ როგორ ეცხავთ თქვენს ტასაცმელებს? ან მაინტერესებს ჩემო თბილებო, რომელ პარაშოკს ხმარობთ და ასევე ლაქების მოსაცილებლად რას იყენებთ? აი ძალიან მაინტერესებს. კიდევ მაინტერესებს აი თეთრი ეხა ჩვენ სამზარეულო თეთრი ფერიც გვაქვს და აი როდესაც დავდებთ ხელებს, ეგრევე ეთყობა. აი რა საშუალებით შეიძლება რომ გავწმინდო და ეს ხელების ნათუთურები მოცილდეს. აი ეს რა იქნება, რომ გეხვერწებით გამიზიარეთ, ნამდვილად არ ვიცი და ძალიან მაინტერესებს. ეს რო გითხარით იუსკში ვიყიდეთ, ძალიან კარგი საშუალებაა, ჭოჭიანი ტასაცმელებს იქ ყრით ხოლმე. და შემდეგ ვიღებ იქედან და სარიცხ მანქანაშიც ჩვეულებრივად ძალიან მარტივად მაშვები ვიყრი და ვრეცხავ შემდეგ. ამიტომ ველოდები ჩემოთბილობა თქვენს კომენტარებს. ეხა პარაშოკიც ჩავყარე და ჩავრთე ეს სწრაფად გარეცხვაზე დავაყენე და ესეთნაირად. შემდეგ გადავედი სამზარეულოში, უკვე ყველაფერი მქონდა გარეცხილი, უბრალოდ გასაშრობად იყო და ესენი ეხლა გავაშრე ტილოთი და შევაწყე ღუმელში. და იქ ტაფები და რაღაცები მქონდა, რაც ძველი იყო, ცოტა მივაშრე და დავედე მის ადგილას. მის ადგილას დილით რომ ანგარიყავი და ესე ვთქვათ, კვერცხი შემეწვა ბავშვებისთვის.
შემდეგ ის ჭურჭელიც გარეცხილი იყო, უბრალოდ თავდე იქ რო ხვალე დილისთვის ჩამედო უკვე კარადაში. იქ დავტოვე, იმიტომ რომ ცოტა სველი იყო. და იქეთ-აქეთ მოუწმინდე. და ჩემი სამზარეულო უკვე იყო სუფთა. შუქით ჩავაქრე და აქ დასრულდა ჩემი ეს ვლოგი. აქ დაგემშვიდობებით ჩემო თბილებო და ველოდებით თქვენს ლაიქს და კომენტარს. მიყვარხართ.